რუსთავის მეორმოცება გაბაღში ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენობაში დამონტაჟდება გათბობის და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები, ასევე მზის კოლექტორები. თითქმის 800,000 ევროს ღირებულების პროექტის ძირითად ნაწილს ევროკავშირი აფინანსებს. სამუშაოებისთვის რუსთავის მერიიდან გამოყოფილია 162,000 евро. სამუშაოები ბაღში მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. ეს პროექტი რუსთავში 3 საბავშვო ბაღში ხორციელდება. დაიწყო მეორმოცებების რეაბილიტაცია, პირველ ეტაპი თვალისწინებს მთლიან ფანჯრების შეცვლას, გამწვავი სისტემების შეცვლა, გაყენებას, გათბობის სისტემების შეცვლას. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ავიღეთ ვალდებულებები ზოგადად ბაღებთან მიმართებაში და დარჩენილი გვაქვს 14 ბაღი ქალაქ რუსთავში, რომელსაც სვეტ-წერტილები საკონცენტრაციო მდგომარეობაში აქვს და დაახლოებით სექტემბრამდე 14 ბაღის სვეტ-წერტილები სრულად რეაბილიტირებული იქნება. Clear-ად მოხდება შიდა რეკონსტრუქცია, გათბობის სისტემის, ვენტილაცია დაედგება ახალი და გელიო სისტემების წყლის მომარაგებისთვის გამოუჩება განათება.